ელენე, ხოითი დღეს კაფეტერიის გახსნა მაქვს. და ამიტომ უნდა ვიყო ენერგიული, ხნე და ამიტომ ყავა გამიკეთე. კარგი. რა გიხსნა მას? რა ვიცი, დილიდან უცნაურად იქცე. ნიკა, დედალი. არ დავლევ. ნუ დალევ. მაშინ წიგნი წაიკითხა. არ წავიკითხავ. ნუ წაიკითხა. დე, ითამაშე. ითამაშე. მე კარს გავაღებ. არა, შენ არ გააღო, თორე მე. მოგცა. არა შენ. როგორ გე? არა გეზე. არა ბატონო, შეიყვანე. არა მიქაშენ ქროვაში ჩემო ნუნუ. არა. მე მოგივიდე, მე ორივე შედია და იქეთ. შენ ამ ხანაგობის თავმჯდომარე არტისტი უნდა ყოფილიყო ეს. ერთი არტისტი უკვე ყავს ამ корпуს და მეორე უკვე ზედმეტი იქნებოდა იმ არტისტას არცემენ სათანადო. გამარჯობა. აეროპორტიდან მოვდივართ გავაცილეთ ბობი და იზირა თიგზა მოხებოდა ისტორიები რო იცის ხო იცი ვიცი დევაჟა იმდენი რა იგულისლის რომ ვიბრუნე. ელენე, მე მგონი უცხო პლანეტელები შემოგვესივით. იმ ჩასახლდნენ ახლა ნუნუში და ფრიდონში და მე მალე თავზე წვინებს შეგვიჭამ. ხო, რა ისტორიებიო რა სამოვდი? რაც ხო იცი რა ენა აქვს ფრიდონს რა ენა აქვს. მოგები ერთი რამე. აეროპორტზე გამახსენდა. ბუნებრივი. შეგემეტიებოდან მოფრინავ თბილისში. ხო და გამოაცხადეს რეისი, გადაიდო და თუ კიდათ ერევნის რეისზე განაჯეთიკო. ხო და ერთი ბიჭი გვახდა, გელა ნამჩევაძე, ნიკიაძეს ხოვდა. ქუთაისელი ბიჭი. ბუნებრივი. ხო და ეს გელა ამბობს, ახლაო გაივლის ერევნიდან თბილისამდე გაივლის. მე უთხარი შენ დაწნარდი გელა? პილოტთან მე შევალ და მე თბილის რომ გადაუფრენთ, პარაშუტებით ჩავყარვებ კავე. ასაული თუ გინდა კიდევ ვიცი აეროპორტზე, კიდევ ვიცი. კიდევ მოვყვები აეროპორტზე. და აღარ მოყვე. კარგი. ლაშა, აი ესე გავაგზავნეთ ბავშვები და დარჩით ახლა ჩვენ მარტო მე რა მიჭირს ემზარი მაინც მყავს და ეს როგორ მარტო იქნება სულ ეს საწყალი არ ვიცი. ემზარი ბიძიაც იყო აეროპორტს. რა არის იცი? წამოვიდა ცალკე და შესახვევი აერი არ იცოდა და გაცდა აეროპორტს და ეხლა თავის მეგობართან სარწიჭალაში ზის და კეიფობს. ლაშა, ისეთი მადლობლები ვართ, რომ ესე დაგვეხმარე ლაშა, ჩემი ინდირას ამბავზე, ძალიან დიდი მადლობა. მე დაურეკავი ინდირას არა და ვეთქვი რომ კარგი საჩუქარი ჩამოგიტანოს ევროპიდან. არა, არ არის. სასაჯრო, ნუ ვიცოვარ რა შეწუხებ. არა, კარგი, არ დაურეკავს. კარგი. კარგი რა თეკლა რა. ამოგივიდა მოდი ამ პერაქს მაინც შევინახავ თეკლა. იცი რამდენი მოგონება მაქვს ამ პერაქთან დაკავშირებით, ჰა? აი რა მოგონება გაქვს? ნუ ეხა ესე კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ ხო არ გატყუებ არა? რა ჭირს გავიგე. კარგი, უნდა გადაყვარო ყველა პერანგი. დღეიდან ნორმალურად ჩაიცვა. კარგი თეკლა, მაშინ აი ამ პერაქს მაინც შევინახავ. ეს პერანგი მახსენებს ნორვეგიას ხოთაშორის. არა, მოიცადე, არა ეს კი არის. აი ეს მახსენებს, აი ნორვეგიას და ამ პერაქს შევინახავ, ხო? ხა, ეს
ნორვეგიაში იყიდე? არა, თქო, ნორვეგიაში კი არ ვიყიდე, ნორვეგიაში რო ვიყავი იქ რაღაცა მომწამლა და ესე დაფოთლა ზუსტად აეშოლა და მაგასაც რა. ანუ მაგაზე მახსენდება რა. ხო, ეს პერანგი აქ იყიდე და კარგი პერანგია ძალიან სხვა. კარგი, არა, ესეც უნდა გადავაკეთო. აი, თქო, შენ არის თორე ეს პერანგი ერთ დროს რა მაგარი პერანგი იყო რო იცოდე შენ? პატამოჩე ისტორიაში არ არსებობს დრო, როცა ეს პერანგი მაგარი იქნებოდა. კარგი, თქო, მაშინ ამ პერანგს მაინც შევინახავ ხარაგაუს მახსენებს. თეკლა, ერთხელ ხარაგაულში რო ვიყავი, ლეილა ბებომ თავისი ბაღის ალუჩა გვაჭამა და ეხლა აღარ არის ცოცხალის საწყალი და ოი, კარგი დაიტოვე. შეიძლება ხოლმე დავიტოვო, კარგი, მადლობა. პატა, მე ერთ პერანგზე გითხარი. ასეგებია თეკლა, მაგრამ სამივე მახსენებს და რა ვქნა ეხლა გავიგე. კარგი. თეკლა, რა მოგივიდა? გითხრა ხა მაშინ ციო და ხარაგაულში და სამივე მეცო და სამივე მახსენებს. არა, სამივე უნდა გადავყარო, მომცი. კარგი, მაშინ კაფეტერიის გახსნამდე რო წამოვალ, აი ამ პერანგს ჩავისვავ, აი ამას. ჰა, როგორია? არა, არ ჩაიცვა. რატო? ჩავისვავ. არა, ჩავისვავ. არ ჩაიცვა. ჩავისვავ. ჩაიცვამ და კაფეტერიას არ გავხსნით. არ გავხსნით რა, ისეთი პერანგია, ამით რომ მოხვალ, კაფეტერია თავისით არ გაიხსნით. კარგი რა თეკლა რა ეხლა. ვიცი ვიღაცა არის ეს მინი დაალაგე შენ. სამშვიდობებლად შემოვედი თურქეთში მივედი. მართლა? და ისა პროფესორი სამუდამოდ მიდიხართ? არა. აბა ამ დინჩანთან რა გინდათ? ეს რომ მივდივარ ხოლმე, ხო, სადმე არ მინდა რომ რამე დამავიწყოს და ყველაფერი მიმაქვს თან. გასაგებია, მაშინ პროფესორი, თურქეთში თუ მიდიხართ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, კარგი? ძალიან ვთქვით რა. აი ეს პერანგი წაიყვანეთ და გადააჩინეთ, ხო? პროფესორი, კარგი, ძალიან ვთქვით, ხო? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პატა. კარგი, ეკლა აი იყო რა მოგივიდა ერთი წუთი რა წესი. რა გჭირთ პროფესორო? არაფერი, დიდი ხეთ მივდივარ და რო არ დამავიწყდეთ, მინდა რომ დაგიმახსოვროთ რა. კარგი, დაგვიმახსოვროთ. ეს პერანგი წავიღო, ხო, კარგი წავიღეთ. და ეს ცეკლა შენ ეს სურათი გავამართი? ეს რა არის? ეს დიდი ხით მივდივარ როგორც გითხარი და რო არ დაგავიწყდეთ შეხედავთ ხოლმე რა. და უკეთესი სურათი არ გქონდათ ბატონო პროფესორო? რა ვიცი, ამ სურათში ვარ ყველაზე კარგად გამოვიყურები. ეს სკოლამ გადავწყვიტეთ საერთ სურათს გადაღება, მე-6 რიგში ვარ 22. მოკლედ დღეს მაქვს კაფეტერიის გახსნა და იმედი მაქვს რომ უგვეწევით. აიმე აბარა აუცილებლად. ეს რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს ბაშა. მაპატილა შეიძლება ვერ მოვიდე. წინასწარ გიხდი ბურთში. აიმე ფრიდონი თუ არ მოვა, ესე იგი მეც არ მოვალ. მე და ფრიდონი თუ არ მოვა, როგორ გახსნი შენ კაფეტერიას უჩვენოთ? იქნება გადადოლაშა. ვაიმე ძალიან გთხოვთ ბატონო ფრიდონი, იქნებ მოახერხოთ და საღამოს მოხვიდეთ რა. ვაიმე ფრიდონი, იქნებ მოახერხო ხა ბავშვებს უჩავაშლიანებს გახსნას. ხო. მოახერხებს კი, მოახერხებს აუცილებლად კი. კარგი ხა ჩვენ წავალსა მაშინ, ნაშვილს საქვემოვე, მოვემზადებს, მაგრამ რა მოვიდეთ ხო ჩვენ შეიძლება თითე ყველა ნაჭერი დავწყორი უნდა ჭამჭამო იმ კაფეტერიის გახსნას. არაუდეს ხო. კაჩეჯიკა. უნდა იდა ემზარებიძია თქომოდეს. რა არის იცი შვილო, ემზარისთვის ტკბილი არ შეიძლება და ვფიქრობ წამოვიდეს თუ არა, თუ შემაწანინებ ლუდს და თესტს. გაიხურე. არტისტი უნდა გამოსულის. დღეს უნდა ორი სასწაული ვნახე დღეს, ეგ ისტორია და ეს. ხო, მადლობა. მოვდივარ გადავდეთ ყველა საქმეს მოვდივარ. ხო. სად? კიდე რომ გავალთ, სტუმრებს შავაროთ და გავანცხოთ. აი ეგ სულ დამავიწყო. რა გჭირს ელენე? არაფერი ლაშა. არაფერი, ხო გითხარი ყავა გამიკეთე მეტი. მე რა ხო გაგიკეთე? ო, გამიკეთე კი, შაქრის და ყავის ჩაყრა დაგავიწყდეთ. იყოს არ გიდა მე სიამოვნად ცხელი წყალი. ელენე. ეხლა გულახდივად მითხარი ყველაფერი და არაფერი დამიმალო. რა გჭირს? არაფერი ლაშა. ელენე.
ლაშა. გადავწყვიტე დიტოს დავშორდე. ნიკას გამო. როგორც ჩანს, ვერაფრით ვერ შეეგუება ამას. ეთყობა მეც არ ვარ მზად. ისე ჯობია რომ იყოს ყველაფერი. ელენე, კიდე დავილაპარაკები მე ნიკას. არა, ლაშა, რამდენჯერ ველაპარაკე, მაგრამ ეთყობა პატარაა ამის გასაგებად ჯერ. მაშინ, ელენე, მე შენ ჟოზეს ნამსხვრებს გაჭმევ და კარგ ხასიათად დადგები, რა სიტყვი? არ მინდა ლაშა, გავსუქდები. მერე რა, ელენე, სხვათა შორის არ დაგავიწყდეს რომ ჩვენ ოჯახში არიან მსუქანი ადამიანები, რომლებიც თავის სილამაზეს, ეშხს და შეუდარებლობას არ გარგავენ. იგი ახლა დაემზადე, წამოდი კაფეტერიაში მომეხმარები და გადაიტან სხვა რაღაცაზე ყურადღებას. მიდი ახლა ჩქარა გაიგეცი გოგო. მიდი ჩქარა გაიგეცი. დედა ჩემს გამოაცუთ ხასიათზე. აი პედო, მითხარი რა ვქნა. ვითამაშო? ხო, კაი, ვითამაშებ. პროფესორ სეგი მიდიხართ საქართველოს მოგენატრებათ არა ალბათ მაგრამ პრინციპში რას მოგენატრება ნახევარი საქართველოს მიგავდა რანაირად მოგენატრება კარგი პატ წავედი მე მოდი დაგემშვიდობო კარგი და პატ თუ შეიძლება შეიძლება თეკლასაც ჩავეხუტები. კი, რა თქმა უნდა, კი, რატომაც. ხო, ეს მაინც კითხე, რა ვიცი, მე არ მომეწონებოდა ვინმე დაუკითხავად, რომ ჩემ თათიას რომ კარგი წავედი. ნახომდის. ნახომდის. თეკლა რა არის, მე მგონი ეს კაცი ტაჯიკი და ის ბატონო შენთან აბაზანაში შამპუნი მოხდა იმასაც წავიდო თუ არ ხმარო არა წაიღეთ თქვენი შამპუნი თუ მithumetes წაიღეთ როგორ გეკეთდება წაიღეთ პატა მოდი ესპერანგები გადაყარე რა კარგი მომაცი გადაყრი ყველაფერს გადაყრი მოგივიდა გადაყრი ყველას გადაყრი გავანადგურე ფასესა ნახომდის კარგი პატა თუ შენთვის ესეთი მნიშვნელოვანია ესპერანგები ერთიც არის შეინახეს სამახსოვრო კარგი მაშინ ერთად შევინახავ აი ამას მოდი აი ამას შევინახავ იცი რა არის ეკლა აი ამ პერანგთან დაკავშირებით სიმახსოვრო გითხრა იმდენი ტკბილი მოგონება მაქვს ეს არის ერთად უმნიშვნელოვანესი ესპერანგი ეკლა შენ როი არა ეს ესპერანგი არის აი ესპერანგია რომელთანაც უმნიშვნელოვანესი მოგონებები მაქვს ჩემი ცხოვრების დაკავშირებული ამას შევინახავ აი მაიმუნობ თორე გადავიფიქრე კარგი მაშინ ამას შევინახავ კარგი მოკლედ თქვენ შეგიძლიათ მიერთვათ ჟოზეს ნამსხვრები დიდი მადლობა მოგზაურებისთვის რის დავიზეპირე ეს ტექსტი და აი ხმა მესმის ნიკასი
მაგრამ რაღაცა ის არადამაჯერებელი ვარ, არადამაჯერებელი ხმაც მიკანკალებს და რა ვქნა? არა, რაღაცა უნდა. არა, გამოვლის. გახსნაზე ყველაფერი კარგად იქნება. Kalbada. Kalbada. Kalbada ne bada? Kalbada ne? Kalbada ne bada? Kalbada ay merakçı. Hala. Sai mesele როგორ გახსნა ახლა ის? როგორ გახსნა ახლა კაფეტერიაზე მივმართო ხალხს? ხალბატონ. მაშა მოიკრიბა ყურადღება. მაშკა თუ რა თქვი? ხალბატონ. ნაუ და ხლა ესე როგორ გახსნა გამაგებინე და ჯანდა ბარა, ჯან. ვინარი? ვინარი? აი მე კატო. როგორ უთხე ხა კატო? მარტო ხარ? შეიძლება? მადლობთ. კატო. აქჩის. არაფერი. კაფეტერიასთან გახსნათ, კაფეტერიის გახსნასთან დაკავშირებით ნერვიულობდი და ხმა ჩამივარ. კარგი, გაჩნდი. ლაშა, მომისმინე რაღაც უნდა გითხრა, ძალიან სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო, იცი? გისმენ? კარგი, გაჩნდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც მეკონა. იცი? ლაშა გეხვეწები მაპატია რაღაცებს რომ გემაიმუნებოდი და დაგცინოდი და გეხვეწები მაპატია რომ მე და სოფი მის რაღაც სისულელე გაგიკეთეთ რესტორანში. მაპატია რომ ჩემ მეგობრებთან ვამბობდი რომ 120 კილოიან ბიჭს მოვწვა ვარცხო. მაპატია რომ აი ბოთე სატყალი საწოტალი და რაღაც უბრალოდ სასაცილო ბიჭი მეგონა. ლაშა მაპატია 120 არა 112 გაჩნდი. მაგას უკვე ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაპატია. კარგი, მაშინ რაღაც უნდა გითხრა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენთვის და ჩემთვისაც. იცი, მე შენ მომწონ ხარ? არა, მართლა. რა თქვი? და? რა დაჯღაბნე ვერ ხედავ. რა თქვი კატო? ხმა მომივიდა. რა თქვი კატო? ვიცი რომ ცოტა დაუჯერებლა ჟღერს ლაშა, ვიცი, იმიტომ რომ რაღაც სუდად გექცეოდი, მაგრამ მართლა მართალს გეუბნები. მოიცა მეხურებით ხო? ნიკა ნუ მიხებ აივადი. ნიკა. ელენე. ჩამოდი ელენე. ჩამოდი მათე და ელენე. ელენე. თეკლა. გამოდი თეკლა. გამოდი ხლა აიუგიდან. გამოდი თეკლა. თეკლა. კატო მე ლაშა ვარ, აი ჭარბწონიანი ლაშა. ვიცი ლაშა ვინც ხარ და არ გაგიგია რომ ჭარბწონიან სხეულში ჭარბწონიანი სულიაო.
აი არ ვიცი, მაგრამ მე მგონი აი ამან მომაჯადოა შენ. თან ვიცი რა სოფიც მოგწონს. აუ, სოფი. ლაშა. აუ, შენ. რადგან ორივე მოგწონვართ, რა ვიცი, იფიქრე და დღეს საღამოს მითხარი, გადაწყვიტე მოკლედ. ხო, გონი გთხოვდები. მე წავალ კაფეტერიაში დაგელოდები, კარგი? ხო, დიდი მადლობა რომ მომეცი საღამომდე დრო. მადლობა რომ საღამომდე მომეცი დრო. რა გუგუსავით გელაპარაკეთ. ხო, კარგი ესე. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ქალბატონებო და ბატონებო, მე შეგიძლიათ მიირთვათ დამცხრე რაც ვაი. სამიქენი დღის დავიზაპირე ეს ეხლა აღარცა. Yari, თეკლას, აი რა კარგი თეკლა, აი რა მასვია ეს, რა ჩამასვია, ხო კიდე კარგი რომ ბაბოჩები ვერ ხედავს, ხო თორე გაგიჟდებოდა ალბათ რა. ვაი, მე ნეტა მარტო ბაბოჩები მხედავდეს და ესენი არ მხედავდნენ ახლა. ნუ ნერვიულობ ძალიან გიხდება ენდეთ ჩემს გემოვნებას. კარგი რა თეკლა. ძირფასო შენს გემოვნებას როგორ ვენდო არ გახსოვს როგორი ჩასული შეგიყვარდი, ჰა? ეგეც კი არა ეგ არის. გამარჯობა თეკლა. პატა, შენ ხარ მენაყინე მეგონე. აი, თათიასაც მოეწონე. ხო, ეწყობო, ხო. რა შევკვეთავთ? რა შევკვეთავ და პიცა მოგვიტანე. ბევრი მაიონეზით. ბევრი პომიდორით, შავი, წითელი და მწვანე ხიზილალით. და მოიტანე აქ დადრესდება გავწე ესე. ესე, გავერთხავ, იქნება რაღაცას დაემსგავსოს ეს ტასაცმელი რო აირევა ერთმანეთში, აბა რა ვიცი ეს რა მაცვია ეს. აი, თათი ერთი პიცა და ორი ლუდი მოგვიტანა. რა ლუდი, ერთი წუთი თათია, რა ლუდი, შემომხედა ეხლა მე. ლუდი მინდა ეხლა შენახე როგორ მაცვია, მე მომიტანე ეხლა ბლომანჟე და ყოვზი, წადი. ლუდი მინდა ეხლა. თათია, პროფესორი არ დაგემშვიდობა. არა, სადმე მიდის? ხო, ჩვენთან იყო დაგვემშვიდობა თურქეთში მიდის. მართლა? და რამდენი ხნით? ნუ თათია რა არის, ეხლა ჩანთების რაოდენობით თუ ვიმჯელებთ, 200-300 წელით ალბათ. მართლა? ჩემი ბრალია. არა და რა კარგი იყო შემოვიდო და იქ დაჭიდებოდა ხმას არ იღებდა საერთოდ ვერ ვამჩნევდი ხა როგორ დამაკავდება. კარგი თათია, ნუ ნერვიულობ. როგორ არ მინერვიულობ, ჩემი პროფესორი მიფრინავს. ხო და წადი თათია შენს გაფრინდი ხა და ჩვენი შეგდა მოაფრინება მიდი ერთი. კარგი პატა, რა დრო შეკვეთა, ვერ ხედავ განვიცდი. და საერთოდ ვიხურებით ნახვამდის. ბატა, წავიდეთ. მოდი ამ ხელსახოს ეს მაინც ავიღეთ, რა ვიცი. თუ მივიფარო იქნება რაღაც დაერგავთ ტასაცმელი. ეს როგორია, ხოდა გამაგიჟე ხა. რა არის ეს როგორია, აბა. ჰა. ესე კარგია რა. ასად მოდის ხეთ. კიდეც 400-ზე ხარ არა? მოწყენი. არა, არა მოწყენი. ამცი, დილიდან უცნაურად იცე. არა, ნიკა არ ვარ მოწყენილი და არც 400-ზე არ ვარ. აი ნიკა მაღაზიაში ვიყავი და პური წამოვიღე. კიდევ ზედა კარაქი. ზედა კარაქი დამოვიწყდა. აი დე, შენ ვერაფერს არ გამოვაპარებ. დე, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. ნიკა რა საყვარელი ხარ. ბაცა, კიდე მაქვს საჩუქარი.
კიდე. ნიკა ვისელოდები. დამჩა მთავარი. 1 2 და 3. დამდადა. დამდადა. დაი გაიყედი და გამოდიდროზე. ათასით ჩერჩეტი გოგოა, რაღა მე შეუყვარდი პროფესორს. თათია, ნახე ვიღაც უსხო ბიჭი როგორი ჩაცმული მიდიოდა. თათია, გისმენ. ლუდი მომიტანე რა. თათია, ლუდი მინდა მეთქი და ეს ჩალოდი, ეს ბლომანჟია. რა მოხდა, ბარა მოვიტანე ჭამერა, პირი არავის არ დაუყარებია. აქ მინდა ბლომანჟე ეხლა, ვინმე არ დამინახოს, კაცო, ბლომანჟე მინდა ეხლა მე, ა? ვინმე რო შეტი ბლომანჟე. ლაშა. რა კარგია აქ სამხარ. ფი. რაღაც ის თქმა მინდა. კი გისმენთ. დიდი ხანია გიცნობ. ხოლო შენ ნაკლი ვიცი. არ ვიცი რა დამემართა. აი არ ვიცი რა დამემართა. უბრალოდ მომწონხარ. გეტყვი? მომწონხარ. მეხუმრები ხო? მეხუმრები ხო? ხო მეხუმრები. მეხუმრები? სოფი. შენ კატოც მოგწონს და არ მინდა რომ დაგაჩქარო და იქნებ დღეს საღამოს კაფეტერიის გახსნაზე რამის თქმა მოგინდეს და გელოდებ, კაი? კი, კარგი. ესეთი რო ვარ ვიცი, მაგრამ ესეთი თუ ჯერ კატო მამიხსნა სიყვარული ეხლა სოფიმ. მალე თავში ამივარდება ხოჩი. თათია, თუ რა მემჭირს მითხარი. რა მემჭირს? დიტო, ეს ყველაფერი შენ მოიფიქრე? არა, ეხლა დიტობიძე ამას როგორ მოიფიქრებდა. ულკიანი გემი რომ მაჩქა, ის ვერ მოიფიქრა, რომ ელემენტების წამოება. ნიკა მოიფიქრა ყველაფერს. დამირეკა და? დაგირეკა? ნიკა, ნომერი საიდან გავიგე? აი, ხო გახსოვს ადრე რომ შენ ტელეფონით SMS-ი გავგზავნე, გავთხოვდი და აღარასდროს დამირეკო. აი, მაშინ დავიმახსოვრე ნომერი. და შენი და ლაშაბიძიას ლაპარაკი მომისმენინა და ხოციანი ჭიერი ვარ. ნიკა, შენ ჩემთვის თავარი ხარ, გაიგე? და ნუ რასოდეს გააკეთებ იმას, ვისი გაკეთებაც არ გინდა. დედა, შენ ხარ ჩემთვის თავარი და შენ თუ ბედნიერი იქნები, მე უფრო ბედნიერი ვიქნები. ნიკა, ვერც კი წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ. როგორ არ წარმოიდგენ? აი შენ რომ iPhone-ს მიყიდი, ზუსტად ესეთი ბედნიერი ვიქნები მე. დავედი მე ეზოში. კარგი. ნიკა, ჭკვიანად მოიქეცი. კარგი. აგიყურეთ.
გამარჯობა, ნუში გააქვთ? არა, სამწუხაროდ არა. ცუდია. კარგი. ვასროლა ჩირი გააქვთ? არა ჩირი. ესეც ცუდია. რაგნებოთ? გლიასი ხომ არ გააქვთ? არა, გვაქვს მარტო ცივი მაკარონი, თბილი წყალი და ისიც რომ ავფრინდებით მერე. გასაგებია, მადლობა. კარგი. რა? ისე თბილი წყალი მომიტანეთ შედა რო ავფრინდებით მერე. კარგი. გაგიმარჯვა. მომედი. ვიხარ ზმანება? აბა მოჩვენება? არა. მირაჟი? თათია? კი. ახლა რა გინდა? მოსო ჩვენ უკვე ჩამოვარდით და მოკვდით? არა, არ ჩამოვარდით და არც მოვკვდით. ჯერ არც ავფრენი ვართ. მადლობა. ბედნიერ ფრენას გისურვებთ. დიდი მადლობა. რამ შეგაწყვეტ? ეხლა გიხსნის ალ ყველაფერს. ვიცი რომ ჩემზე გადრედებული ხარ, იმიტომ რომ მგონია რომ მოგატყუე. არა, თავიდან მართლა მოგატყუე, არ მინდოდა რომ გულნატკინი წასულიყავი იაპონიაში. მაგრამ მე თან ბევრჯერ ვცადე რომ ამეხსნა შენთვის ყველაფერი და ვერ გავბედე. რა? რომ მე თქვა შენთვის სიმართლე. და მე კიდე შენ რომ მიხვდი ყველაფერს ისე გადაწყვიტე წასვლა რომ მე არაფერი არ მითხარი, არა და მე რაღაცის თქმა მინდოდა. რისი? იმის მე რაც გავიგე რომ წახვედი. ძალიან დამაკვდი, თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემ თავთან გამოწყდომა, მაგრამ მე ყველაფერს მივხვდი და გადავწყვიტე რომ მე შენ მიყვარს. ეხლა მატყუებ რომ არ წავიდე, ხო? არა. არ გეტყვი და თან შენთან ერთად მოვიდე დასასვენებლად. აი რა მაგარია. ისე გამიხარ და არც გივიცი რა ხომ. გინდა ფანჯარას უნდა. არა. მე მიხარია რომ დავფრინავ სიხარულისაგან. გინდა ფიტრინავის გარაჟი გავფრინდე. აი შენ ბარი დატოვე ჩემს გამო? კი. არა უშავს, მაინც ახლა სექტემბრამდე კარგი მუშაობა არ არის. მიყვარხარ. მე თათიას მედეხიან მეგობრები. თორე ისე სინამდვილეში მე მქვია ნათელა. ნათელა და ზალი. რამაზია რა. რამაზია ზალი. თათია მე ფრენის მეშინია და ამიტომ ფრენის წინ ძილის სამალი დავლიე. ეხლა ძალიან მეძინება და მოდი რომ ჩავფრინდებით მერე გაკოცებ, ჰა? თეკლა მალე წამოვა. მოგბეზრდა თუ არა თეკი არ მომდეს და უბრალოდ ზოგზე ოთხკუთხედა და ყელზე ზოლა დამსხა ხო ხტები და აი რა ვიცი.
ძალიან გიხდება. ნერვიულობ გიხდება. ხო, ვიცი, ხო ტორს გავარ, ხო. რაიმე თეკლა ძალიან მომეწონა კაფეტერია რა კარგი. პატა, რა კარგად გამოიყურები. ხო, მადლობა, ეხლა თეკლას ვეუბნებოდი. ძალიან უხდები აქაურო. მართლა, ხო, თეკლას ვეუბნებ ტორს გავარ მეთქი და რა ვიცი, აი ხო, ყოფილი. უი, გაიცანით გიტო. სასიამოვნოა ძალიან. უი, დიტო, გამარჯობა, სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა. ხოთაშორის შორიდან ძალიან ბევრი რამ მსმენია თქვენზე რო იცი. მართლა? კი, ნიკა მეუბნებოდა ბავშვი, რომ ერთი უთავბოლო და ბოთე ტიპიაო და ხო. არა, ელენე, მე ეგრე მიცე ბოლო. ნიკა ერთი წუთი მოდი, ეგრე მიცე. აი, თეკლა. რა ლამაზი ფეხსაცმელი გაცია. აბა ძალიან იაფიღდა, ხო? ხო, სოფიკო, კი, მაგრამ შენ იცი, მართლა ძალიან კარგად გამოიყურები. ფეხსაცმელი თუ ამაზი გაცია, კაბაც ამაზი გაცია, მაკიაჟიც კარგია, ვარცხნილობაც, მაგრამ მე გვერდით პაატამყავს, შენ კიდე ჩანთა. ყველაფერი გამოატანინე? კი. ყველაფერი, ხო? ეს შოკოლადის სამშობლოც, ხო? შოკოლადის აი თორჯერ აი ნახე აი. აი მე ლაშა რა გემრიელი ყველა ნამხორი შევჭამეთ იცუნაჭენ უგემრიელესია. შეიძლება აი აღფრთოვანებული ვარ. ხო, აღფრთოვანებულია გამზარია ეხლა ეს. გაგინა თქო ეგოი. ეს ლაპარაკო მე სიმართლეებს და ეხლა ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ეს ლაპარაკო სიმართლე. ნუ ბიჭო. ჩვენი საფილო ნამთვარი არ გაგისინჯავთ ეს შოკოლადის ჟოზე, ასე ვთქვათ, კექსია ეს. შოკოლადით და ბანანის კრემით არის. მიდით ეხლა გამოიტანე. კი, აგინა რა თქმა უკვე ვიყავი და ნახე, ვიფიქრე სამზარეულოში შევივლი, როგორ მოეწყო ბავშვები დასაკეთებენ თქო და დავინახე კექსი და ვდექი და წამოვიღე ჩემი მზას წავუღებ ჩაისთან, მითხრა რამე წამომიღეო და სუწაიღე? და იყო რა პატარა ჩემი მზას ეგამდე არც ეყოფა. აშა. გალვის ვარიანტი არის თქმა. ხო გიჭირებთ აგერ ფუჯერი, შამპანურიც გისხიათ და დალიეთ ბატონო ფიდეს. ასე ფეხზე დამდგარი. საბერძნულს გარეშე. გადამფრიელები ვართ. ფრიდონ, ხუჩი რა თაობადა, შენ თქვი და მეთის ხო. აი თქვი. ჩემო თეკლა, ჩემო ლაშა, ჩემო ძვირფასო ძახალო ნუ. მე ბატონო ფიდო მე. შენ. გაგინა თეკლა რამეს ვიტყვი და მე პაატა ვერ გავიგე ეხლა. წავიდე. აი ამ ლამაზი სასმისით. მე მინდა ჩვენს წინაპრებს გავუმარჯოს. ბარა. წინაპრები რომ არა, კი. ჩვენ აქამდე ვერ მოვიდო. ნამდვილად. უკაცრავად მე უნდა დაგტოვო. ხო და ბატონო, მე უნდა დაგტოვო. სიტყვა მაქვს სათქმელი და უნდა მივმართო. აი მე ლაშა ამაზე აქ სიტყვა ეხლა შენ რა ჩემ აფრიდონ მაცხადი ახალგაზრდა. ალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, სტუმრებო, მე მინდა ერთი წუთით მოვითხოვო თქვენი მივიფხრო თქვენი ყურადღება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ აქ მობრძანებისთვის. ბოლში აქ არის უკაცრავად მეგობრებო. რაცე მინებაზე გამახსენე. მაგარი ამბავი. უაფსეში მივდივართ გასტროლებზე. ფოთიდან გავედით გემით და აღმოვაჩინეთ რომ რეჟისორი დაგვრჩა მალთაყვაში. ჯერ ლაშამ დაამთავროს და მერე თქვით. ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისათვის. მაგალითად აი რატოს მაგ ისტორია იყო ახლა ბატონო რა მოყვა ახლა. აგარი ხალხი მოსმენ არ უნდა გაგიზე მოსულები აი მარტო რომ ჩამორაღავ. ხო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. მე რისი მადლობა ლაშა რისი მადლობა. თავიდან დავიწყებ რა. ყურადღებით ლაშა ლაპარაკობს და ამბობს სიტყვა ყველა მოусმინეთ ლაშა მიდი. თავიდან დავიწყებ. მეგობრებო აი მე ჩემ ტელეფონია. მე დიდი ბოლოში
ხო ემზარი ბიძია ხო კი მომაქვს კი გეყოფა ჩაისთან მომიგითხეო ლაშაო მადლობაო მუხაი ხაჭების სხვა ტელეფონი დაგირეკა ვინმეს გამოვართმევ კაი ჩემი მეუღლე უნდა და წამოსვლოვე წამოვიდა და უკაცრავ ხო შეიძლება ხო გავაგზავნო რო ისმენ ლაშა ყურადღებით მოკლედ დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით კაფეტერიის გახსნაზე მე მგონი მოგეწონათ კაფეტერია აი მე კი როგორ გიწვალიათ მოგვეწონებოდა აბა რა რამდენი შრომა მე და თეკლა ძალიან ნერვიულობდით რა ინერვიულებდით აბა რა ასეთი საქმე გააკეთეთ დიდი არა ფრიდო კი შეიძლება გავაგზავნო კი გავაგზავნე კი კი ბატონო ხო და რა იმას ვამბობდი რომ მე და თეკლა ძალიან ნერვიულობდით და შეგახსენე რა მოხდა რა ხო და მე და თეკლა ნერვიულობდით ძალიან და სად არის თეკლა აქ არის აქ ვარ აქ მაბატიებელ და გინახეთ თეკლა ხო გაგზირ აქ ისმენ მიდი აქ მოკლედ ნაფხრები აქ და შეგიძლიათ წამოთ აბა ძალიან მომეწონა შენ კაფეტერია გამამაცია თაურობა და დამწყებით ძალიან გემრიელია და დღეს რაც გითხარი იმაზე რა ვიცი ელოდები კი დადო ხო ლაშა კარგი გამოვიდა რა კაფეტერია ძალიან კარგი გამოვიდა კაფეტერია ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა სოფი ლაშა რაც ეს გითხარი ხო იცი ოკეი ხო რატო ორი არა ვარ ორი შეიძლება ლაშა ახლა რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო არჩევანი უნდა გააკეთო არჩევანი უნდა გააკეთო გავაკეთე ჩემო მეგობრებო მე მინდა კიდევ ერთი წამით მივიპყრო თქვენი ყურადღება გისმენ ლაშა მიახალა გისმენ ნუ გიცოლა შეიძლება თქვა მე მინდა კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ულამაზესი გოგონა. და ეს გოგონა არის თქვენი სახელი თუ შეიძლება მარი როგორ ახარ მარი მე მინდა დალევა მე მოგიტან მიდი დაგემბინდან ხრი არა იდა ლამასი შეკიდე სოფი მოგწონ ხო ვერ გაიგე რომ არა სოფი შეი შესაფერისი აბა ვინა შეშ ბიჭები სულ არ გიხარ თეკლა ბატონო გახდება რა ხმაური იყო გარეთ ხოშიდობა კი ნუნუ წყევლი და ემზარ შენდალიე ცეცხლიო ეგარი გუწყვეტე და ოღონდ დამალევინე და რაც გინდა ის იყოს მე დაალევინა მე ცალხელში ემზარი აიყვანა ნუნუ მეორე ხელით ჟოზეს ნაცხარი მოქონდა რა არის ეს ეს რა არის თეკლა და ეხლა მოემზადე თეკლა ოპა როგორია არის რა გაფოსურება ეს ისპერანგია ბოლოს რო გადავყედრო შევინახეთ ხო იცი ამას ხალხი ეს ხალხმა უნდა იცოდეს თეკლა რა ვჭირს რატო გაგიკვირდა ამას რო ხალხი შეხედავს თეკლა ხალხი შეწარმოგვინა აღფრთოვანდება თუ რომელია სწორედ მაქედან მითხარი შენ მოეწონე და ესე რა ვიცი მგონი კონიაკი რაც გინდათ ნამცხვარს დანამ ვააკლია არა არ მაქვს კარგი
ბატა რა არის ეს? ეს? ეხლა უყურე, აი ეს რა არის შეხედე, აბა როგორია, ჰა? ჰოპ, ჰა როგორია? აი ხო გითხარ ახლა თუ რაც არის, სწორი მოეწონება მე, ხო გითხარ. მოვისმენ ეხლა ეს რატო გავაკეთე, იცი ეს ჩარჩოში, იმიტომ ჩავცი რომ შვილიშვილებმა უნდა ნახონეს, ეს ისტორიული განზია ხდები? უნდა იცოდნენ შემაშვილიშვილმა ერთი დადიოდა ბაბუა მისი. აბა როგორია? ეხლა ამას წავასალ მე დავკიდებ და რა ვიცი, მე დავისვენებ ალბათ, რა ვიცი, თორე აღარ შემიძლია მე. სადმე რა ვიცი, სად დავკიდო? რა ვიცი, მე დავკიდებ სადმე რა ვიცი, სად აქ დავკიდებ. აი აქ. აუ დავდე ფიერ დავკიდე, საერთოდ დროები და მე დავკიდე. აი რა ვიცი, მე ვიყო, ხა როგორია? ცოტა მომეშვა რა ეხა ცოტა რა. ეხლა მე დავწვევდი. რა საყარებია პატა. კი, ძალიან. დავიღალე დღეს ძალიან თან რაღაც ვერ ვარ დღეს მთელი დღე რაღაც ცუდად ვარ. თეკო სიცხე ხო არ გაქვს? არა ელენე მთელი დღე თავბრუნე ხოვა და თითქოს აი გულისრევის შეგრძნებაც მაქვს. მოიცადე მოვალე ხვალ. აო, გული მერევაო. არა.